მართლა დავიწყოთ? ახლა დავიწყოთ, ჩემ მონტაჟი არ გავაკეთებ. იმ დღეს მივიღე წერილი ფიზიკურად პოსტით და შიგნით წერია. აქ იცი როგორ სიმშვიდეა? ჩიკჩიკებენ ჩიტები, წკრიალაა ჰაერი, სახში ვარ, ბუხართან, რა ტკბილია ცხოვრება. გელოდები და სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები. ხვალ ვიკლავ თავს. აი ახლა, როგორც კი ეს ბოლო ფრაზა გაიგე, შენმა ტვინმა დაიწყო სულ სხვა სიხშირეზე მუშაობა. პირველ ნაწილს წერილის გადაყავდა ნერვული სისტემა დამშვიდების რეჟიმში და როგორც კი გაიგო ფრაზა, რომელსაც არ ელოდა და თან იყო ნეგატიური, ჩაირთო გადარჩენის რეჟიმი. ამ შემთხვევაში სუსტი ფორმით, მაგრამ მაინც სიტყვას შეუძლია შეცვალოს, რომელ სიხშირეზე მუშაობს ჩვენი ტვინი. და ტვინი მუშაობს ძირითადად 5 სხვადასხვა სიხშირეზე და ეს სიხშირეები დღის განმავლობაში გვეცვლება. შესაბამისად იცვლება ჩვენი ემოციური განწყობაც. ერთ სიტყვას შეუძლია ჩართოს სტრესის რეჟიმი ან ჩართოს დამშვიდება. ხო და ამიტომ აზროვნების აკადემიის წრის მთავარ ღონისძიებაზე ნაფიქრალზე მოგიყვები როგორ ახდენს სიტყვა გავლენას ჩვენი ტვინის მუშაობაზე და როგორ შეუძლია ერთ სიტყვას შეცვალოს ჩვენი რეალობის აღქმა. სამწუხაროდ სიტყვა ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ჩვენი ფსიქოლოგიური ციხეც. ამიტომ გაგიზიარებ, რომელი სიტყვები უნდა ვიხმაროთ ხშირად და რომლები იშვიათად, რომ მივახციოთ უფრო მეტ ემოციურ ბალანსს. შევხვდებით 3 დეკემბერს.